მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ბრძანდება თბილისის წმინდა 9 ყრბა კოლეელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. მოგესალმებით მამა, მადლობა მობრძანებისათვის. გამარჯობა, მადლობა რომ დამპატიჟეთ. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება, ეს ცოტა ისეთი თემა არის, შეიძლება ითქვას თანამედროვე და საქართველოშიც უკვე ბევრი კითხვა გაჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ადამიანის სული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ანუ ჩვენ ამ ეპოქაში შევდივართ. თქვენ ამ სფეროს, გარდა იმისა, რომ თეოლოგი ბრძანდებით და სასულიერო პირი, ესე ვთქვათ, პირველადი პროფესია ამ სფეროს მოიცავს თქვენი, ესე ვთქვათ. და ამიტომ თქვენი მხრიდან საინტერესო იქნება თქვენი დაკერება, თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანის სულზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ადამიანის ნაწარმი ეს იქნება ხელოვნების ნიმუში, მეცნიერული ტექნოლოგიური მიღწევა თუ სხვადასხვა ემსახურება იმას, ისე ემსახურება ის ადამიანს, როგორი ადამიანიც არის თვითონ, ამ როგორი სულიერი ღირებულებებიც გააჩნია მას. აი მაგალითად, ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევა შეიძლება თანამედროვე ეპოქაში გამოვიყენოთ სასიკეთოთაც და შეიძლება პირიქითაც. ხო, ძალიან მარტივი მაგალითია, მაგალითად ინტერნეტ სივრცე, რითაც შეიძლება ღვთისმეტყველის გავრცელებაც მოხდეს, ქადაგების, ლექციების ჩატარება და სხვა და სხვა. და შეიძლება პირიქითაც გამოიყენოს ეს ადამიანმა. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ადამიანი როგორც სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, რამდენადაც უფრო მეტად დაშორებულია იგი ღმერთს, მისი ესე ვთქვათ, შემოქმედებაც, ეს იქნება მეცნიერული თუ ტექნოლოგიური, შეიძლება უკვე ეწინააღმდეგებოდეს კიდევაც, ანუ მიზანი არ იყოს საღვთო. და წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს, რომ ადამიანის საღვთოზე აზროვნებს, ანუ საღვთოზე აზროვნება ადამიანისთვის ეს არის ჭეშმარიტი აზროვნება, ანუ თვისება, მოაზროვნეობის გამოვლინება, რომ ადამიანი მოაზროვნეა, ნიშნავს იმას, რომ ის ღმერთზე ფიქრობს და საღვთოზე ფიქრობს, საღვთოს აღირჩევს. ერთ-ერთი მამა, აი სათნოებად მოყვარეობაში წერს, რომ ანგელოზებრივი აზრები ის არის, რომ ადამიანი თუნდაც მატერიალური ქონება, რომელიც თავისთავად ბოროტება არ არის, იმიტომ რომ ღვთისშექმნილია ყველაფერი ამ სამყაროში, მათ შორის მატერიაც და ბევრი წმინდანია და დიდი მამამთავრები, მაგალითად ძველ აღთქმაში, რომლებიც თავისთავად მდიდრები იყვნენ, მაგრამ ეს მდიდრე ღმერთის სამსახურში იყო მათთვის და მათ გულში უპირველესი ღმერთი იყო. აი მაგალითად აბრაამის მაგალითი, ცოტა გადაუხვია, მაგრამ უთხრა ღმერთმა, რომ დაეტოვებინა თავის სამშობლო და 70 წლის ადამიანი ტოვებს ისე, რომ უკან არ იხედება და მთელი ცხოვრება ღვთისნებაზე. ერთი წამი არ იყო საჭირო, ალბათ რომ თუ ის საჭირო იყო ღმერთისთვის, ეს სიმდიდრეს და ქონებას კი არა შვილს აიყვანა, ხო, სამსხვრებლოზე. აქედან გამომდინარე დამოკიდებულება აქ უმთავრესი ადამიანის სულიერი მდგომარეობა უმთავრესი თუნდაც ტექნოლოგიურ მიღწევასთან და სიმდიდრეს და მატერიასთან, ვიდრე თავად მატერია და ტექნოლოგიური მიღწევა ადამიანისათვის. აი აქედან გამომდინარე, ახლა დაუბრუნდეთ იმას, რასაც ვამბობდი, რომ თუნდაც ერთ-ერთი მამა წერს, თუნდაც ქადაგება მისი სათნოებად მოყვარეობაში, მატერიალურ სიმდიდრესაც ადამიანი ფიქრობს, რა სიკეთეს მოახმაროს, მაგრამ როცა მასში ანგელოზებრივი ფიქრები არ არის, ანუ საღვთოზე არ ფიქრობს, ის სიმდიდრე მისთვის არის უკვე ფუფუნებისაგან. ანუ თუ ჩვენთვის ტექნოლოგიური მიღწევები მხოლოდ ფუფუნებას, ანუ სიამეს მოყვარეობას ემსახურება, შესაბამისად შედეგით შესაბამისი იქნება. ამის აი აქედან გამომდინარე შეიძლება იქცეს ეს საშიშროებად. სხვა საშიშროები რა იქნება? ახლა თქვენი მხრიდან საინტერესო იქნება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს აი ესეთ ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ქრისტიანი და ზოგადად ადამიანის სულისათვის? დიდი მადლობა მამაო, ესეც საინტერესო საკითხის დღევანდელი გადაცემის თემად წარმოჩენისთვის და მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე ამ სივრცეში ამ ეთერში გვიწევს საუბარი. წერან თქვენ კითხვით, რომ ცოტა გადაუხვიო, მაგრამ მე მგონი ზუსტად გადაუხვიეთ და მთელი ამბავი ზუსტად აი იმ პატარა მონაკვეთიდან შეიძლება წამოვწიოთ წინ, რაც აბრაამს ეხება. თქვენ თქვით, რომ აბრაამი პირდაპირ მიყვებოდა ღმერთს, ანუ მისთვის ღმერთი ავტორიტეტია, მისთვის ღმერთი ის არის, ვისაც უნდა გაყვეს. და დღევანდელ ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის შექმნის, ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის შექმნის თავარი საფრთხე ისაა, რომ ადამიანი შეიძლება ღმერთს კი აღარ მიყვებოდეს, არამედ ხელოვნური ინტელექტის გაყოლა დაიწყოს ადამიანმა. ანუ ერთის მხრივ ხელოვნური ინტელექტი რომ უნდა იყოს ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ გავიადვილებთ რაღაც ცხოვრებას, ეგ მიღებული პრაქტიკაა ჩვენ ხტას შესამოსელს, ელექტროენერგიას, ყველაფერს პროგრესირებადი განვითარების თვალსაზრისით, რასაც ვქმნით, იმიტომ რომ შევიმსუბუქოთ ყოფა ცხოვრება. ელემენტარული ელვა შესაკრავი, რომ ელვა შესაკრავია, ეგეც მაგისთვის არის შექმნილი და გამოგონილი, ხო? ანუ ეს პრობლემა არ არის. პრობლემა არის და იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი მისთვის როგორც ინსტრუმენტად შექმნილი რაღაც მოვლენის, ან თუნდაც პირდაპირ გაკეთებით ინსტრუმენტის
მიდევნებას იწყებს. ანუ, როდესაც მსახურებითად კი არ იყენებს თავისივე შექმნის, არამედ თვითონ როცა ხდება მისი მორჩილი და მისი მსახური. რეალური პრობლემა არის ეს. ანუ, ხელოვნურმა ინტელექტმა დღევანდელ ეპოქაში უკვე შექმნა გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ადამიანები მას ავტორიტეტად მიიჩნევენ, როდესაც ადამიანები მას აზრს ეკითხებიან, როდესაც ადამიანები მას ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებსაც კი ეკითხებიან. მე პირდაპირ სრული პასუხისგებლობით ვამბობ, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. და ზოგს რომ გონია, რომ დღევანდელ დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ თითქოს ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ხდება, სინამდვილეში პირიქით არის საკითხი. თავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ხდება ხელოვნური ინტელექტის მსგავსი, იმიტომ რომ მას მიყვება, მასავით იღებს გადაწყვეტილებებს, მასავით ფიქრობს და აქ იმალება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ხელოვნური ინტელექტი, როგორც ადამიანის შექმნილი პროდუქტი, ვერასდროს ვერ იქნება ნამდვილი ინტელექტი, ვერასდროს. ის შეიძლება იყოს იდეალური სიმულაცია, ის შეიძლება იყოს იდეალური ინფორმაციის წყარო, ის შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ის ვერასდროს იქნება ნამდვილი ადამიანი. და აქ მივდივართ ყველაზე მთავართან, ჩემი აზრით და ზოგადად ამ სფეროში, ვისაც უფიქრია ამ საკითხზე, ან თუნდაც სასულიერო თვალსაზრისით, მართლმადიდებლური გადმოსახედით, ყველაზე მთავართან, ონტოლოგიურ საკითხთან, ვინ რისთვის ვართ შექმნილები? ადამიანი არის ღვთის ხატად ამ მსგავსად შექმნილი. ადამიანი არის ღმერთის მიერ შექმნილი. იმისთვის რომ აბსოლუტურ ბედნიერებასა და სიყვარულში იმყოფებოდეს. ხოლო ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის გონების იმიტაცია და შესაბამისად ადამიანი თუ არის ღვთის ხატი, ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის გარკვეული ხატი. და წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება. ხდება ის რომ ადამიანი ნაცვლად იმისა რომ თავის შემოქმედს უფალს მიემსგავსოს და მისკენ მიუტოდეს, როგორც აბრაამი გაყვა ღმერთს, როგორც აბრაამი მიყვებოდა ღმერთს, როგორც ღმერთს უსმენდა და როგორც ღმერთის მორჩილი იყო. ასე კი არ იწყებს ადამიანის ცხოვრებას. არამედ ხელოვნური ინტელექტის, ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის მიმდევარი ხდება. მისი რჩევებით იწყებს ცხოვრებას, მისი მითითებებით იწყებს ცხოვრებას. ანუ რაც ადამიანმა თვითონ შექმნა იმისთვის, რომ ინსტრუმენტად გამოიყენოს, ერთგვარად მისი მიმდევარი ხდება და ერთგვარად მისი მორჩილიც კი ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში. ესაა ყველაზე მთავარი პრობლემა. და თანამედროვე ეპოქაში მომხდარ ძალიან გავრცელდა, რაც არ იყო შეიძლება ითქვას აი პირველ საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში და სხვა ათეიზმი თითქმის არ არსებობდა ხო ფაქტობრივად. ნუ რაღაცის ყველა სწამდა. იმ შემთხვევაში მაგალითად იუსტინე ფილოსოფოსის წერილი არის აპოლოგია ანტონიუს პიუს იმპერატორს წერს და თავიდან ამ ხელს ესე ვთქვათ ეშმაკებს. ან პირდაპირ ამბობს რომ ეს კერპები ეშმაკებმა შექმნეს და როგორ ეჩვენებოდნენ რა ადამიანებს, მათ ძალას აჩვენებდნენ თავის რამდენად ცოცხალი იყო მაშინ ეს რწმენა რომ ესენი კერპების უკან ეშმაკები დგას. ეჩვენებოდნენ, აცდუნებდნენ ასე შემდეგ. სახელებიცო კი მათი კარნახით არის შერქმეულია და ეუბნება რომ ეს ყველაფერი ეს და რამდენიმე ფილოსოფოსმა სცადა რომ ეს ჭეშმარიტებისკენ წამოეყვანა ხალხიო და მე სოკრატეს ასახებ ამ კერპებისგან აღზნებულმა ესე განრისხებულმა ხალხმა ამ ეშმაკებისგან მოაკლეს ეს სიკვდილით დასაჯეს მე თავად სოკრატეს და კიდევ ასახელებს ფილოსოფოსებს და ეს საით მიყავს საუბარი რომ მე მეშინია ქრისტიანებს უხსნის რომ ესენი არ არიან დამნაშავეები და ვინ არიან რეალურად ქრისტიანები მე მეშინია რადგან ამდენი ვამხილე ისინი იმდენად ცოცხალი არსებები არიან ეს დაცემული ანგელოზები შენ აშთაგაგონენ კიდევ უფრო სასტიკი რო გახდეო ვიდრე აქამდე იღებდი განაჩენს ეხლა რატო გავაკეთე ეს შესავალი თანამედროვე ეპოქაშიც მაშინ რაღაცა კერფთაყვანისმცემელი ადამიანი დღეს იქამდე მივიდა ადამიანი რომ არაფერი არ არსებობს თითქმის ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან გავრცელებული ათეიზმი ასე ვთქვათ ანუ თითქოს სასაცილო თემად იქცა რომ ადამიანმა იგულისხმოს რომ აი ხელოვნური ინტელექტის უკან ხო არ შეიძლება რომ ბოროტმა გამოიყენოს ის აი ამ შემთხვევაში ეშმაკმა დაცემულმა ანგელოზმა რამდენად შეიძლება ბოროტმა თუნდაც ადამიანმა ბოროტი განზრახვით გამოიყენოს ის ადამიანის საცნობლად აი რამდენად უფრო მარტივია მე ამის მიღწევა ჯვარი წერია ყველას როდესაც ადამიანს არ სწამს არაფრის და ეს მისთვის სასაცილო თემა არის ეს მე ვფიქრობ ერთ-ერთი პრობლემაა თანამედროვე პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით არ ამგონი ესე დახვეწა აი მაგალითად ვიდეოები რო იქნება ხო გარკვეულ სახს ძალიან ბევრი ადამიანი როდესაც თვალი შეჩეული არ აქვს ახალგაზრდები უფრო ადვილად არჩევენ მაგრამ ცოტა უფრო წინა თაობის ხალხს ძალიან უჭირს გარჩევა რეალური კადრის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კადრებისგან და იჯერებს რაც სრულ ინფორმაცია შეიძლება ადვილად იჯერებს ჩემთვის ჯერჯერობით ადვილი გასარჩევია იმიტომ რომ თვალი ძალიან შეჩეული მაქვს ესეთ რაღაცებს ანუ ქორეოგრაფიას
და ასე შემდეგ მაიგრე მარტივად ხვდები თუნდაც საუბარს და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ეს ხო იხვეწება დროთა განმავლობაში უფრო და მე შეიძლება მართლა სასტურად ანუ ბოროტმა არ გამოიყენოს ვის ხელში იქნება როგორც თავში დავიწყეთ ჩვენ საუბარი რომ ტექნოლოგია იქნება ეს თუ მეცნიერული მიღწევა შეიძლება სასიკეთოთაც გამოიყენო და პირიქითაც რაღაც ცრუაზრის გასავრცელებლად. ხო, ნუ ბოროტმა არ გამოიყენოს, ალბათ ბოროტი ყოველთვის ეცდება ნებისმიერი რამ, მათ შორის ადამიანის თავისუფალი ნებაც კი გამოიყენოს მისთვის სასარგებლოდ და ადამიანის დასაყრდნად. ეს ყოველთვის ესე იყო და ეს ყოველთვის ასე იქნება, სანამ დედამიწა იარსებებს. აქ საუბარი იმაზე მე ვფიქრობ, კი არ უნდა იყოს ბოროტი რას გამოიყენებს, არამედ ადამიანი როგორ გამოიყენებს. დღეს ბევრგან გამიგე, არა მარტო ქართულ სივრცეში, ანუ სხვა ქვეყნებშიც, ანუ ამერიკაში, ანუ რუსეთში და სხვა სასულიერო პირებს ეკითხებიან, ამას რომ რამდენად შეიძლება გახდეს ის მაგალითად ანტიქრისტეს იარაღი საშუალება გასავრცელებლად. შეიძლება ცოტა ისეთი კითხვა არის, მაგრამ რამდენად თეორიულად რადგან საინტერესოა, მეც მომისმენია, ეს კითხვა მომისმენია პასუხები მამაო და არის ორაზროვანი. ზოგი ამბობს კი, ზოგი ამბობს არა, მე ჩემ აზრს დავეყრდნობი ამ შემთხვევაში ხაზგასმით და ვიტყვი რომ კიდევ ერთხელ მთავარი რა არის? მთავარი არის ის ადამიანი როგორ გამოიყენებს მას როგორც ინსტრუმენტს. აი ხა მაგალითად ჩვენ მეტყველებთ. მე როგორ გამოვიყენებ ჩემს მეტყველებას, ეს არის ჩემზე დამოკიდებული. მე როგორ გამოვიყენებ ჩემს შეგრძნებებს, ეს არის ჩემზე დამოკიდებული. მე როგორ გამოვიყენებ ჩემს თავისუფალ ნებას, ეს არის ჩემზე დამოკიდებული. ეხლა განსხვავება ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებში და ჩემ პრაქტიკულ შესაძლებლობებში არის ძალიან დიდი. მე ჩემი პრაქტიკული შესაძლებლობით რაღაც მხოლოდ შემიძლია უბრალოდ გონებით წარმოვიდგინო, თუნდაც სოდვითი წარმოდგენა შევიქმნო. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი თუ ადამიანს სოდვიანად უნდა გამოიყენოს, შექმნის მისთვის არა მხოლოდ წარმოსახვას, არამედ ხმოვან და ვიზუალურ აბსოლუტურად რეალობასთან მიახლოებულ შეგრძნებებს. თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ ჯერ მცირეა სხვაობა აბსოლუტურ რეალობასა და ხელოვნური, უბრალოდ დიდია სხვაობა აბსოლუტურ რეალობასა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ რეალობებს შორის, ეს მართლაც ასეა, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი სპეციალისტი უკვე იყენებს თანამედროვე განახლებებს შესაბამისი პრომპტინგით ისეთ ვიზუალს ქმნიან ქართულ ენაზე უბრალოდ მეტყველება უჭირს, თორე უცხოურად იმდენად დახვეწილია თუნდაც ფრაზირება, ხმის ეფექტები, გარემოსხმები, აი ხა არ ვიცი მაყურებელს ესმის თუ არა, ეხლა აქ რა ხმაც ისმის, მაგალითად კულერების ხმა ისმის, ხო? პირობითად აი ესეთი რეალური გარემოს შექმნის პრინციპი აბსოლუტურად გათვალისწინებულია ფიზიკა ხმის ეფექტი, ეკო, მოძრაობის მიმიკები, ჩვენი კუნთები, ჩვენი სხეული, ყველაფერი გათვალისწინებული აქვს უკვე. და შესაბამისად, თუ მოინდომებს ადამიანი ისეთ ილუზიას შექმნის, სადაც ადამიანი დამიჯერეთ, რომ მართლა ვეღარ გაარჩევს რა არის რეალობა და რა ილუზია. ეს საფრთხე რეალურია. მთელი პრობლემა ამ სისტემის დანერგვაში ის კი არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ხდება ჰუმანური და ადამიანს ემსგავსება. აქ არ არის მხოლოდ LLM მოდელებზე, ანუ მხოლოდ წერილობით მოდელებზე საუბარი. ზოგადად ვიზუალი, აღქმა, ხმოვანი ეფექტები, ანუ ჩვენ რა შეგრძნებებიც გვაქვს, აბსოლუტურად ყველა შეგრძნებასთან ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების შეღწევას ადამიანში. ერთადერთი დარჩენილია გემოვნება, რომელსაც ვერ ეხებიან და ერთადერთი დარჩენილია რეფლექსიები, რომელსაც ბოლომდე ვერ ეხებიან. თუმცა რეფლექსიების და გემოვნების შეხების საკითხიც გარკვეულწილად თეორიულ დონეზე უკვე გადაწყვეტილია, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნის სამყაროში, ვირტუალურ სამყაროში თუნდაც ადამიანმა თავი იგრძნოს აბსოლუტური რეალობის შეგრძნებით ჩვეულებრივად შევიდეს თითქოს იქ. ნუ ეს ჯერჯერობით თეორიული გადაწყვეტილებებია, მაგრამ პრაქტიკაში უკვე იტესტება. ეხლა ეს დღეს შეიძლება მხოლოდ ადამიანისთვის ხელოვნური ინტელექტი არის ინფორმაციის წყარო, დღევანდელი რაღაც ვიდეო კონტენტის შექმნა, აუდიო კონტენტის შექმნა, გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება, ბიზნესის დაგეგმა, თუნდაც ქადაგებაში დახმარება, ან სხვა რამე ინსტრუმენტად მისი გამოყენება, მაგრამ პრობლემა ამაზე გაცილებით მეტი იქნება, როდესაც ვირტუალური რეალობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მექანიზმზე იქნება დაფუძნებული, ჩვენთვის რეალობა გახდება. აი, წარმოვიდგინეთ ახლა ჩვენ რომ აგვზივართ და უცბად შევძლოთ ვირტუალური რეალობით მოგზაურობა, თქვათ პარიზში. ან შევიგრძნოთ როგორი არის, თქვათ პარიზში ეიფელის კოშკთან ყავისა და კრუასანის დალევა და ჭამა. ეს რომ ვიგრძნოთ, წარმოვიდგინეთ, როგორი დიდი საფრთხე დადგება ადამიანის წინაშე. ანუ სად არის რეალობა და სად არის ილუზია, ზღვარი ფაქტიურად იშლება. და თუ ადამიანმა საკუთარ გულში ქრისტოცენტრულობა არ აირჩია და თუ ადამიანმა ქრისტე დაკარგა და თუ ადამიანისთვის ქრისტე არ იქნა მთავარი, ეს იქნება უდიდესი საფრთხე. ამას ანტიქრისტე გამოიყენებს მერე თუ თვითონ ადამიანი შექმნის ისეთ რამეს, რომ თვითონ ანტიქრისტე შეიძლება გაგვირებული დარჩეს, ეს არ ვიცი.
ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სინამდვილე ასეთია. უსაზღვროა მისი შესაძლებლობა. და აი ამ უსაზღვროობაში ერთი მთავარი ხაზი აუცილებლად არის მამაო შესანარჩუნებელი. საით მივდივარ მე? რამ სურს მე? თუ მე შინაგანად, როგორც თქვენ ბრძანებიდით, მივიტვი ღმერთისკენ, მივიტვი ღმერთის სიყვარულისკენ, მოყვასის სიყვარულისკენ, სიკეთისკენ და ჩემი ზრახვები საღმრთო ზრახვებია, მაშინ მე ამ ინსტრუმენტს აუცილებლად გამოვიყენებ სიკეთისთვის. და თუ ჯვარი მწერია და ჩემი ზრახვა იქნება ცოდვიანი, ჩემი ზრახვა იქნება საღვთო ზრახვისგან განსხვავებული, ჩემი ზრახვა იქნება ვნების მეძიებელი, მე იქ უსაზღრო შესაძლებლობას ვნახავ და უსაზღრო ცოდვას ჩავიდენ. აი ესაა მთავარი პრობლემა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ პრობლემა არის ის, რომ ადამიანი იწყებს ფიქრს ხელოვნური ინტელექტივით, ადამიანი იწყებს ფიქრს და მოქმედებებს კიდე ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის რჩევების მიხედვით. მინახავს ახალგაზრდები, რომლებიც აი ვთქვათ, რაღაცის კიდევს აპირებენ, უბრალოდ საკვებზე მაქვს აქ საუბარი. მიმებიც ამაზე გაკეთებული, შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში მოვიძიოთ, მაგრამ პრაქტიკაში უბედურება რა არის, მამაო და ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, აი ადამიანმა შეიძლება აი რაღაცის კიდვა უნდადეს, ვთქვათ, საცხობთან იდგეს და ხელოვნურ ინტელექტს კითხოს, რა ვიყიდო ახლა მე. ან არჩევანი მას გააკეთებინოს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. თუ ადამიანი უბრალოდ გაერთობა და აბა ეხა რას მეტყვის, ეს კიდე იმდენი პრობლემა არ არის, თუმცა ხუმრობით შეიძლება ადამიანი იმდენად დამოკიდებული გახდეს ხელოვნურ ინტელექტზე, რომ მე სინამდვილეშიც მას მიაღებინოს გადაწყვეტილება. ანუ ჩემო კეთილო ადამიანებო, მამაო, ჩემ თავსაც ამას ვეუბნები, როცა ხელოვნურ ინტელექტს ვეხებით, იქ სათამაშოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ძალიან დიდი საფრთხე ელოდება ადამიანს. ძალიან დიდი საფრთხე ელოდება იმ თვალსაზრისით, რომ დაკარგოს საკუთარ თავისუფალ ნებაზე არჩევანის ძალაუფლება. არ უნდა გადაულოცოთ ჩვენ საკუთარი პასუხისმგებლობების სხვას. ადამიანი ამისკენ მიდრეკილია. აი მეუღლეობაში, შვილთან ურთიერთობაში, სამსახურებრივ თანამდებობაზე ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი მიისწრაფის საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნისკენ და ცდილობს, რომ პასუხისმგებლობები სხვას გადაულოცოს და თითქოს თავი გაითავისუფლოს ამ პასუხისმგებლობებისაგან. და აი აქ ხელოვნური ინტელექტი მამაო ისე შემოდის, რომ კარგი საშუალება, ის პიროვნება არ არის, არავინ არ არის მისთვის და შეგიძლია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მას გადააბარო. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ემოციურ და განცდით დონეზე, რასაც აი ეს ახალგაზრდებში და დიდი ასაკის ადამიანებში. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მისთვის პიროვნება არ არის, არ მოცოცხლა და ის კომპლექსები ყველანაირი იხსნება და ადამიანის რაღაც სული სიღრმეებში თუ რამე ცოდის მიერ მიდრე ყველაფერი შეიძლება მასთან გაიხსნას და ეს საცტური რა თქმა უნდა დიდი არ, მაგრამ თქვენ ახლა ამ საუბარში უკვე დასახეთ გზა. ანუ ერთი რა არის საფრთხე და მეორე რა არის ამქედან ხსნა. თქვენ უკვე ფაქტურად ახსენეთ, მაგრამ ჩვენი შემდეგი საუბარი ალბათ უფრო მეტად ამას დაუთმოთ. ანუ რა არის ხსნა, რისთვის შეიქმნა ადამიანი, რა არის თავისუფალი ნება ადამიანში, ღვთის ხატება რა არის. როცა ჩვენში ღმერთის ცოცხალი ერთ მაგალითს გავახსენებ სახარებისეულს. როცა ჩვენი ცხოვრება არის ღვთის გარეშე, მაგალითად ეხლა უცებ გამახსენდა ხადარინელი ეშმაკის განშმაკავლის განკურნების შემდეგ იქ ადგილობრივი მოსახლეობა ეუბნება ქრისტეს, რომ წარვეთ ჩვენ. არ უნდა რომ მასთან ამ ხელასასწაული აღსრულდა მათ წინაშე, მაგრამ ხორებზე დაწყდათ გული ან მათ შემოსავლის წყაროზე. ანუ მათთვის ეს შემოსავლის წყარო, ის ცხოვრების წესი, იმდენად პროზაული იყო, იმდენად ჩვეულებრივი იყო და ფუფუნებაში ხე ცოტა ბრჭყალებში, მაგრამ იმდენად კარგად გრძნობდეთ ღმერთის გარეშე თავს, რომ მოხდა რა ხელასასწაული, რაზეც უნდა დაფიქრებულიყვნენ, გამოსწორებულიყვნენ, ვინ არის ქრისტე, რომ აი ადამიანის გამოჯანმრთელებას, ასეთი ადამიანების გამოჯანმრთელებას, კი, თქვენი შემოსავლის წყარო კი შეეწირა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხო ეს არის. და ამ დროს არ გვინდა აი როცა ადამიანი ცარიელია შინაგანად, როცა მის გულში ღმერთი არ არის, რას ირჩევს მე ადამიანი და დღეს ეს საფრთხე გამოსავალიც ეს არის, როცა შენ გულში ღმერთს ეძიებ და ცხოვრობ, აი სულიერ ცხოვრებას იწყებ, მე უკვე არჩევანი უფრო ადვილია, მაგრამ საფრთხე რა თქმა უნდა ალბათ პატარა თაობაში კიდევ უფრო დიდია და რატომ შეიძლება ძველი თაობა იმდენად სულიერად არ ცხოვრობდეს, მაგრამ გარკვეული რაღაც გემოვნების საკითხებიც არის, ახალ ტექნოლოგიასთან ურთიერთობა მას უჭირს. აი მაგალითად პირადად ჩემთვის ესე არის, რომ მაგალითად და უმრავლესობა ესე ამას რომ წიგნს, ანუ ქაღალდის წიგნს დაბეჭდის, ვერ მიცვლის მაგალითად ელექტრონული წიგნი, ანუ განცდების როცა ვკითხო სხვა განცდას, სხვა ასე ვთქვათ შეგრძნებებს და სხვანაირი განცდა მაქვს მას. თუნდაც აი მაგალითად
თანამედროვე ინტერიერის შეიძლება ძალიან მოდერნისტული იყოს, ძალიან მოგეწონოს, მაგრამ ეგალითად ძველებური ცოტა ხისავეჯმე სხვა განწყობას იწვევს, ან როდესაც შედიხარ ბიბლიოთეკაში, იქ რო წიგნებია და სხვანაირი განწყობას ძალიან მნიშვნელობა აქვს და შეიძლება მე ბავშვობიდან რასაც ვარ შეჩვეული, ის ვერ ჩამინაცვლოს, მაგრამ როცა ბავშვობიდან ეჩვევა ამას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ხელოვნური ინტელექტზე, მე მისთვის წიგნის გადაშლაც უფრო და უფრო რთული ხდება. თუნდაც ამ კუთხითაც რო ვიჟელოთ, მაგრამ ალბათ უმთავრესი მსჯელობა ჩვენი უფრო უნდა გავაგრძელოთ, ჩემი აზრით, აი რისთვის არის ადამიანი მოწოდებული და რა არის აქედან გამოსავალი. ღმერთის ხსოვნა. რა თქმა უნდა, მამაო, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ახლა ისეთ რაღაც ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძლიერი ქარი. და ჩვენ ვართ გემის მესაჯები, ალქნიანი გემის მესაჯები, ადრე რო გემები იყო, ახლა ძელზე წავიდა საუბარი. ეს ქარი შეიძლება ჩვენთვის აღმოჩნდეს დამღუპელი, თუ ჩვენ საჭეს ხელს არ მოვკიდეთ და არ მართეთ ეს ჩვენი ხომალდი სწორი მიმართულებით. და მეორე, თუ არ ვიცით, საით უნდა წავიყვანოთ ჩვენი ხომალდი, ანუ თუ არ გვაქვს დანიშნულების წერტილი, მიზანი თუ არ გვაქვს კარგად განსაზღვრული, უბრალოდ შეიძლება ამ ქარმა უსაზღვრო ოკეანეში დავკარგოს და დავკარგოთ ჩვენი ქართან დაკავშირებით მახსენდება ომარ ხაიამიროვის სპარსის პოეტი. მაგის სიტყვები ერთ ქარი იმის ქარი უნდა იქროლოს, ანუ განსასწრებელი რაღაც ესეთი სახის სასტურები ყველა ეპოქაში იქნება და ეხაც ცოტა განსხვავებული სახით, მაგრამ იქნება. შინაგანი მდგომარეობა არ იცვლება ადამიანს. შენ ნუ იქნები ბაბუაწერა, ესეთი სიტყვები, ხო? ბაბუაწერას ქარი საერთოდ დაუბერებს, იქით მიდის. შენ უნდა იყო მტკიცე რა, აქ რაში უნდა იყოს მტკიცე, ახლა იმაზე ვისაუბროთ და აი მტკიცე ჩვენ. ადამიანი უნდა იყოს გულწრფელად, აი ონტოლოგიურად დაუბრუნდეთ ამ საკითხზე. უნდა აცნობიერებდეს ვინ არის თვითონ და რისთვის არის თვითონ. როცა ადამიანი მიხვდება რომ თვითონ არის ღვთის ხატა და მსგავსად შექმნილი, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თავის ცხოვრების საჭე მიმართოს ღვთის ხატებისა და მსგავსებისკენ. აი, სასტური აქ ძალიან დიდია და ნახეთ რატომ. ერთ-ერთი მსჯელობა, თეორიული მსჯელობა, ერთ-ერთი ბლოგერი უსმენდი რამოდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ ალბათ ანტიქრისტესზე გამახსენდა, ახლა უბრალოდ თქვენ როცა განახსენეთ. ალბათ ანტიქრისტეს შემოთავაზებული იდეალური სამოთხისეული სამყარო ვირტუალური რეალობით შეიძლება იყოს წარმოქმნილიო რა. ანუ თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში რაღაცას ფიზიკურად ვერ აღწევს და სურვილები და ოცნებები აქვს, ან რაღაც მიზნები აქვს, ვირტუალური რეალობა შესთავაზებს მას აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევას, რისი მიღწევაც ადამიანს სურდა. ერთადერთი რაღაცის გარდავის იქნება განღრმავება. ანუ ვირტუალურ რეალობაში განღმრთობის, ნამდვილი განღმრთობის გარდა ყველაფერს შესთავაზებს, ყველაფრის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ანუ სინამდვილეში ადამიანის დანიშნულება არის თეოზისი. და ამის გარდა ყველაფერს შესთავაზებს. მათ შორის შესთავაზებს იმას, რომ ის იყოს კერპი. ანუ ვირტუალურ რეალობაში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი შეიქმნას როგორც კერპი, ანუ როგორც თვითონ წარმოუდგენია, მე რო ეხლა თქვა სუპერგმირი ვიყო, ან სუპერღმერთი რო ვიყო, რას ვიზამდი, როგორ მცემდნენ თაყვას, ანუ ნამდვილი საღვთო თეოზისი კი არ განხორციელდება ადამიანში. ამ პარტამნული ხაზი იქნება ყველაზე მთავარი ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს ადამიანში. რეალურად ის რაც აი ხიბლის დროს მაგალითად წარმოსახვაში ხდება, ის ხდება უკვე ტექნოლოგიის დახმარებით უფრო მარტივად. კი ბატონო. მისწრაფი საკითხიდან კაცობრიობა. მე პირდაპირ ვიტყვი ახლა კიდევ ერთ რაღაცას, აი წარმოიდგინეთ შემო ძვირფასო ადამიანებო, ხელოვნურ ინტელექტს რომ მკითხო, თქვა რა არის სიყვარული. ის აუცილებლად მოგიყვება ძალიან მაგარ და ბევრ რაღაცას სიყვარულის შესახებ. რომ უთხრა დამიწერე ლექსი სიყვარულზე, ის აუცილებლად დაგიწერს ძალიან კარგ ლექსს. რომ უთხრა მითხარი რა არის სინანული, ის აუცილებლად გადაამუშავებს 17 მილიარდან 17 ტრილიონ მონაცემს და გეტყვის რომ აი ეს არის სინანული. მაგრამ მას არ იქნება განცდა არასდროს სიყვარულისა. მას არასდროს ექნება განცდა სინანულისა და ის ვერასდროს ვერ იქნება პიროვნება. ის იქნება მხოლოდ ილუზია და რაც არ უნდა დაიხვეწოს, რაც არ უნდა მიემსგავსოს ნამდვილს, ყოველთვის დარჩება ილუზია. ეს არის აქ მთავარი საფრთხე. ადამიანები ხშირად მამამას გულწრფელად ვამბობ, მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ამ სფეროში მუშაობს და ყველა ერთმნიშვნელოვანია, ყველა ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით შინაგანად სწორად მიმართულნი ღვთისკენ, ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ საკუთარ თავს აი ამ პროცესში. ანუ ადამიანი დაკარგავს ადამიანობას. ეს არის აქ მთავარი საფრთხე. და არა ის, რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტი გახდება ადამიანი. ეს არ არის პრობლემა. თუმცა ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ასწავლიან დღეს ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანური ემოციების გამოხატვას, მეტყველებას და ცდილობენ, რომ ჰუმანოიდი რობოტები ისეთად შექმნან,
რომ ვეღარ განასხვავოთ თითქოს ერთი შეხედვით ადამიანისგან. ეს შესაძლებელია. თუნდაც ემოციების დონეზე. თუნდაც ემოციების დონეზე. გამოხატვის იქ პასუხები, მისი ემოციები, თუნდაც ისიც შესაძლებელია რაღაც ფანტასტიკურ ფილმებში რო გვინახავს. თეორიულად ეს შესაძლებელია, რომ ადამიანის ასლი გააკეთო, მისი მეტყველების, ჩვენ ხო ყველა ჩვენი მეტყველების უნარი, ჩვენი მეტყველების სტილი, აზროვნების სტილი გვაქვს. ამის კოპირებაა შესაძლებელი თეორიულად და ჩატვირთვა, თქვა, ჩემი კლონი რო გააკეთოს რობოტის სახით ვიღაცა მაშინ. მაგრამ მე არასდროს არ ვიქნები. ის იქნება ჩემი ilūzija ყოველთვის. ჩემი პიროვნება ის ვერასდროს იქნება, მამო. და სამყარო მიისწრაფვის იმისკენ, რომ ilūzija და რეალობა ერთმანეთში აურიოს. და კიდევ უფრო მეტი უბედურება დგება იმით, რომ ilūzijas უფრო დიდ უპირატესობას მიანიჭებენ ადამიანები ვიდრე რეალობას. 64-ის ბაღშიც ესე მოხდა, ედემშიც ესე მოხდა. ადამიანმა, ანუ ადამმა და ევამ სწრაფი მეთოდით ინდომეს განხრთობა. არ გაიარეს მათ განვითარების გზა. ეს იყო ilūzიური ალტერნატიული სიმართლის გზა აირჩიეს მათ ეშმაკისგან შეთავაზებული და ამან დაღუპა კაცობრიობა. და თითქოს ამ წრეს უბრუნდებით. თითქოს ის რაც ეშმაკმა მაშინ მოიფიქრა, ეხლაც იგივე მეორდება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ეშმაკისა, ეს არავითარ შემთხვევაში ამას არ ნიშნავს. არ უნდა მოვახდინოთ ამის სტიგმირება. ჩვენ უბრალოდ უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ბოროტი ძალა, რომელიც რეალურად ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, თუ მოინდომა ამ ჭიქასაც კი, ჩვენ საწინააღმდეგოდ აქცევს, თუ ჩვენ ამის უფლება მივეცით. და ბუნებრივია ისეთ ძლიერ ინსტრუმენტს, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქვია, ეცდება რომ მისი სარგებლისთვის გამოიყენოს და მისი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. აქ ერთადერთი სიმტკიცე აქ ერთადერთი გადარჩენა არის ისევ ჩვენი შინაგანი სამყარო. საით მივმართავთ ჩვენი ცხოვრების გეზს? რა გვენდომება სინამდვილეში? გვენდომება ვიყოთ ქრისტეს მსგავსნი? გვენდომება ვიყოთ ქრისტესთან ყოფნი? და გვენდომება ქრისტესთან ერთად ყოფნა? ან თეოზისი გვენდომება? განხრთობა გვენდომება? თუ არ გვენდომება? ეს იქნება გადამწყვეტი და ეს იქნება გადამჩენელი. და აი ეს კერპებზე წეგარო საუბრობდით, კერპების მიერ და კერპების მეშვეობით აღტყინებული ხალხი, როდესაც ქრისტიან ადამიანებს აწამებდა და თუნდაც ჭეშმარიტების, შეიძლება არ იყო ქრისტიანი სოკრატე ახლა, მაგრამ ჭეშმარიტების ქადაგებელი იყო გარკვეულწილად, მის სიცოცხლესაც კი შეეხნენ და თქვა, მოკლეს მოაკვდინეს, ხო? ეს აგრესია თანამედროვე სამყაროში პირდაპირ მოგვდენებით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ მინიმუმ ბულინგით, მინიმუმ ირონიით, მინიმუმ შეურაცხყოფით, დაცინვით ნამდვილად გამოვლინდება. დღესაც კი მე მახსოვს უწმიდესმა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიმართ თავის ეპისტოლეში გარკვეული ჩანართი გააკეთა, ხალხი გამოვიდა და პატრიარქს ნაწილი ხალხისა, გარკვეული ყველა მადლობა ღმერთს გონიერია ჩვენი საზოგადოება და სწორად გაიგეს, რაზე იყო საუბარი. მტრულად განწყობილი, წინასწარი შეგნებით მტრულად განწყობილი ადამიანები გამოვიდნენ და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ მოკლედ ხელოვნურ ინტელექტს როგორ ეხებაო და თავიანთ პრობლემებს მიხედავ. წარმოიდგინეთ, როგორ არის გაცემული ადრეც იყო სხვა ეპისტოლეებზე და მე წლები რო გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ძალიან სწორი აქცენტები იყო იქ. დიახ. და უწმიდესმა კიდე ნახეთ რისი თქმა მინდა. უწმიდესმა იქ თქვა ერთ კონკრეტულ კომენტარს ვიხსენებ და ამის მაგალითით მინდა აქვს და როგორი ბრძენია ჩვენი პატრიარქი. პატრიარქმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი იძლევა უკვე ისეთ საშიშროებას, რომ თუ ადამიანმა არ გამოიყენა სწორად, ისეთი ახალი სასტურები და ცოდვები შეიძლება გაჩნდეს სამყაროში, რომელიც აქამდე არ ყოფილა. მართლაც ასეა. და კომენტარში ერთ-ერთში ეწერა, რომ მაშინ არ იყო ოღონდ შესაძლებლობა ასე დახვეწილი, რომ კი მაგრამო როგორ შეიძლებაო, რომ ადამიანმა იმრუშოს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითო. პირდაპირ ასე კომენტარში და თავის ჭკუაში დაცინოდა პატრიარქს. და ზუსტად აი ამ კომენტარის ჩაყოლებით, როცა ნახულობდი, რამოდენიმე ხნის წინა უკვე დამატებული ახალი კომენტარი, სადაც იყო მითითება, რომ აი ის რის გამოც თქვენ პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენეთ და უკვე რეალობა. და ეს მართლაც რეალობა. ანუ ეს ვითომ არაფერი, მამაო. შეიძლება ამ სივრციდან ამაზე ვერ ვშლი ამ თემას და ვერ ვსაუბრობ სიღრმისეულად. არის ცოტა უხერხული ამ ეთერიდან ამაზე საუბარი. რეალობა, მამაო. დიახ, მის წარმოიდგინეთ, როგორი დიდი საფრთხეების მომტანი შეიძლება გახდეს, თუ ადამიანი გულში არ არის საღმრთო აზრით და საღმრთო მიზნით არჩევანს რასაკეთებს, ანუ მისი პიროვნება რამდენად ცოცხალია, მაშინ რომ მან სახთუ აირჩიოს და არა ამ საცდურებში
ამავე დროს მაგალითად ჩვენ ახლა დავითიანი რო ახალგაზრდული ორგანიზაცია მასთან ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ვქნით ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოების თელ სერიას, სადაც წმინდა წერილზე იქნება საუბარი, სადაც საღვთისმეტყველო თემებზე იქნება საუბარი, სადაც ახალგაზრდებს, მოზარდებს, ხანდაზმულებს გაუცოცხლებთ ისტორიას, გაუცოცხლებთ წმინდანების ცხოვრებას. ანუ ეს ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება კარგადაც გამოიყენო და ცუდადაც. მე გული იმაზე მწყდებოდა, როდესაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები გავრცელდა საქართველოში, რომ გავრცელებული ვიდეოების 90% უფრო მეტი თუ არა იყო საქილიკო და დამცინავი სახუმარო თემატიკა და არ გამოიყენა თავიდან ადამიანთა უმეტესობა მის როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი. აი ეს იყო პრობლემა. დღეს ვცვლით ამას ჩვენ. როგორი შინაგანი სამყაროც აქვს, ის არის მისი შედეგი მე, მისი საქმეების ამას ეხმიანება და ამიტომ არის ეს უფრო მეტად საფრთხე, როგორც ვახსენეთ უკვე ჩვენ. სხვადასხვა უწმიდესი ახსენეთ და საერთოდ დიდი ადამიანების ეპოქაში როცა ცხოვრობს ადამიანი, ხო ძალიან რთულია მისი ღვაწლი სწორად შეაფასო და შენც უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული მცირე გამოცდილება ან რაღაც სულიერი მორჩილება შეიძლება ასე ითქვათ, სულიერი ცხოვრება უნდა გაგაჩნდეს, რომ სხვა ადამიანს როცა შენ მისი მეათედი არ გაიკეთებია, მისი საქმეების მოგვარება არ დაიწყო, ასე ვთქვათ რა, ბჭყალებში, ასე ვთქვათ, მისი განკითხვა არ დაიწყო. ჩვენ რო გავიხსენოთ წმინდანების ცხოვრება, ეხლა ათანასე დიდი იქნებოდა თუ ხო დიდი ადამიანები არა, იოანე ოქროპირი, რომელსაც კირიე იერუსალიმელი ისიც წმინდანი, მაგრამ არ იხსენებდა წლების განმავლობაში ლოცვებში, იმიტომ რომ ერეტიკოსად მიაჩნდა და ასე შემდეგ. ძალიან რთული იმ პერიოდში გაიგო ადამიანის თუნდაც ის სიმართლეს ამბობდეს და ძალიან რთულია მის ადგილას და ასევე ძალიან ბასილი სხვა ბევრის ცხოვრების გახსენება შეიძლება, მაგრამ გავიდა წლები და მე ისტორიამ სხვანაირად შეაფასა და დღეს ვეთაყვანებით მას ხომ, მაგრამ დღეს მსგავსი ადამიანი, როცა ჩვენ ცხოვრებაში ან ჩვენ ეპოქაში ცხოვრობს, ან ჩვენ რო ცხოვრობდეთ იმ ეპოქაში, ხო, გულისხმობ მათ, ვინც მაგალითად განიკითხავს მოწმინდეს ან შენ რო ცხოვრობდე მაგალითად იოანე ოქროპირის ეპოქაში ან ათანასე დიდის, შეიძლება იმ ადგილას დამდგარიყო, ვინც განიკითხავდა მას, ვინც დევნიდა. ვერ გააცნობი, იმიტომ რომ იქ მაგალითად ათანასე დიდის რა ბრალდებებიც იყო, რომ იქ რაღაც ხორბალი მოიპარა, იმას ხელი მოკლა და რაღაც მკვლელობას აბრალებდა და სხვა. პრობლემა ის კი არა, რომ მარტო აბრალებდა. პრობლემა ის იყო, რომ ხალხი ამას იჯერებდა. და იმიტომ იყო ის დევნა, რომ ხალხი დიდი ნაწილი ამის ჯეროდა. ამიტომ არის ძალიან რთული გააზრება და ამის გააზრება, რომ ამასაც სულიერი ცხოვრება ჭირდება და თავდადლობა და სხვა. და კერპებზე რაც ან რახან ვახსენეთ, შეიძლება კერპად იქცეს, ხო, იქ რაღაც იმის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო და შენი თავის აქციო კერპად. ეს ერთგვარად ჰალუცინაციური მდგომარეობაც არის, აი ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული შიზოფრენიაც რა არის. ანუ მაგალითად ადამიანის ფიქრებში ხანდახან აპარტაუნება უწყობს ამას, ხალხს კი ნერვული დაავადებაა რაღაცა, მაგრამ ამ პარტონობა ძალიან როცა სულიერად ცხოვრობს, ძალიან უფრო ნაკლებად ემართებათ ხოლმე ესეთი ბრძიმე ფორმები. როცა არასულიერად ცხოვრობ, ან ურწმუნო ათეისტი ადამიანი, უფრო მარტივად მოგვიწევს, რომ მაგალითად თავის ფიქრებში, თავის ამბიციებში, ასე ვთქვათ, ადამიანი დიდების მოყარია და შეიძლება არის ფიქრებში მსოფლიო ჩემპიონი, მეფე და ასე შემდეგ. და იქ მე მის ჰალუცინაციებში, ანუ სამყაროში ის მართლა ესეთია და მე ეს იწყება მის გამოვლინება, ხო, როცა იქ რაღაც დაგვება, ესე ვთქვათ, დაავადება ნერვული რა. ერთ-ერთი ფსიქიატრს მენდი ხელოვნური ინტელექტის მამამაპატი აქ გეტყვი, ესე იგი გახშირდა უკვე გახშირდა შემთხვევები ფსიქიატრიული თვალსაზრისით, სადაც ადამიანები ადრე ხო არ ამბობდნენ, ხო ნაპოლეონი ვარ, რაღაც კონკრეტულ პიროვნებას ასახელებდნენ, რომ ეს ვარ. აი დღეს უკვე ადამიანები ვინც მიიჩნევენ, რომ ნაპოლეონია დაუშვათ, ხო, რას ვერჩი ნაპოლეონს, მაგრამ ნუ ეს მიიჩნევენ, შეუძლიათ რომ თავის თავი ვიდეო გენერაციის მეშვეობის შექმნა ნაპოლეონის როლში და ამას უყურონ მერე და ამით ტკბობა განიცადონ. როგორ ეთაყვანებიან და როგორ ასრულებენ მის როლს წარმოვიდგინეთ. ჰალუცინაციის ეს არის ეკრანიზაციის უკვე შემთხვევები. კიდევ ერთხელ როგორც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად 100%-იანად ეგრე არის მამაო საკითხი, საიდაც მიუღდის ადამიანი იქ. ანუ გასულიერებ მდგომარეობაც აქვს, ის იქნება მერე მისი საქმე. აი, თუნდაც კერპები რო ვახსენეთ და თავში და ის კერპების უკან ეშმაკები დგას და რეალურად ადამიანს რა ვნებებიც ჰქონდა, იმის კერპს დგავდა, ხო, მაგალითად ომში გამარჯვება უნდა და ომის კერპს დადგავდა, რომ ის ყოფილიყო რაღაცა ძლიერი არსება, რომელსაც ის ეთაყვანებოდა, მსხვერპლს შეწირავდა, ანუ მის დააკმაყოფილებდა, რომ ის არ განურისხდეს და ის დაეხმაროს მერე მას. ან თუნდაც გარყვნილების კერპებს დგავდა, ამისი მაგალითად ეპისტოლეებში პავლე მოციქულსაც უწევს ასეთ საზოგადოებასთან, იქიდან გამოყვანილი საზოგადოებასთან საუბარი, კორინთოში იმაში იყო ესეთი კერპები, გარყვნილების კერპები, იქ იყო ტაძრები ამის, რომ გახდნენ რა ქრისტიანები, იმის მერეც კი ახლა ძალიან რთულია ძველი ცხოვრების დატოვება და ქრისტიანობაშიც კი მათ სულიერ წარმატებას მიაწერდნენ ხოლმე, რომ მატერიალოთაც კარგად იყვნენ. ანუ ისევ იმ კერპთან აი იმ აზროვნებაში ცხოვრობდნენ თითქოს და
ესე არა ადამიანმა სული თუ არ განიკურნა, მე მისი საქმეებიც ეს იქნება. ასეთი კერპები ქონდათ, ხო, რაც რავნებებიც ქონდათ, იმის კერპს დგამდნენ და იმას ეთაყვანებოდნენ მე იმნებიდან გამომდინარე. აღასრულებდნენ რა გარკვეულ ქმედებას, ეს მათთვის იყო კერპის თაყვანისცემა, ანუ ღმერთის თაყვანისცემა. ანუ ადამიანისთვის შეიძლება ღმერთიც კი ისეთი იყოს, როგორიც მისი ვნებები არის, მისი სურვილები და ამიტომ არის ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა უმთავრესი და მართლა როგორც თქვენ ახსენეთ, ქრისტესაგან სვლა այն ადამიანში, რომ ესე იგი მისმა ნებამ გაიმარჯოს და ღვთიური აირჩიოს, ჭეშმარიტი ღმერთი აირჩიოს. აი ალბათ ისევ და ისევ უნდა ვისაუბროთ რა არის ადამიანის პირველესი დანიშნულება და თანამედროვე ეპოქაში როგორ მიიღწევა ეს. ყველა ეპოქაში ერთნაირად მიიღწევა, ალბათ უბრალოდ გარეგნული საშუალებები ოდნავ განსხვავებული. ყველაფერი მათ შორის ადამიანის მამო რაღაც დანიშნულების მატარებელია. ეს ჭიქა თავის დანიშნულების მატარებელია, შესამოსელი თავის დანიშნულების მატარებელია და ადამიანი არის უპირველესად იმ დანიშნულების მატარებელი, რომ ის უნდა იყოს ღვთის ხატი და მსგავსი აბსოლუტური ბედნიერებით, აბსოლუტური სიხარულით, ყოველწმინდა სამების წიაღში მცხოვრე. ეს არის ადამიანის დანიშნულება. ჩვენ ღმერთმა კონკრეტული ამოცანით შექმნა, რომ ყოფილიყავით მისი სიყვარულის თანაზიარნი, მისი სიხარულის თანაზიარნი და ჩვენც არარსებობიდან ყოფობაში შემოსულებს ქონოდა საშუალება ნამდვილი სიყვარულის, ნამდვილი სიხარულის, ნამდვილი ბედნიერების განცდისა. მიმღებნი უნდა ვიყოთ იმ სიკეთეების, რასაც ღმერთი გვაძლევს. პრობლემა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ხელოვნურ ინტელექტში ის, რომ აქ ყველაფერი არის ილუზიური, არა ნამდვილი, არამედ ილუზიური. სიყვარულზეა საუბარი, ილუზიურია. მეგობრობაზეა საუბარი, ილუზიურია. ბედნიერებაზეა საუბარი, ილუზიურია. რასაც ჩვენ ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს, ყველაფერი არის ილუზიური. აი ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი. ხელოვნურმა ინტელექტმა რომ მოგვიყვეს სიყვარულის შესახებ, რაღაც სიყვარული ვახსენეთ. ყველაზე მაგარი სიტყვა რომ მოვისმინოთ სიყვარულის შესახებ. აი სიყვარულს ნამდვილად ვერასდროს იგრძნობს, როგორც არ უნდა განვითარდეს, მას არ იცოდინება რა არის სიყვარული. მაგრამ სიყვარულზე ძალიან კარგად აგველაპარაკება. ხელოვნურმა ინტელექტმა მეგობრობაზე რომ დაგვიწეროს ძალიან კარგი ტექსტი, ანუ ვიდეო შექმნა, სადაც მეგობრობა ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, ან აბსოლუტური იდენტობით, აი ადამიანური ემოციით რო გველაპარაკოს, ანუ ჰუმანაიზერ ფუნქცია რო ქონდეს ჩართული და ყველანაირად ადამიანის მსგავსად რო გვემეგობროს. ნამდვილი მეგობრობა რა არის, მას არ ეცოდინება არასდროს არ ეცოდინება. იმიტომ რომ ის ვერასდროს იქნება პიროვნება, ის იქნება მხოლოდ იმიტაცია პიროვნებისა. და ჩვენ ვართ ღვთის მიერ შექმნილი მის ხატად და მსგავსად, რაც გულისხმობს თავის თავში უპირველესად პიროვნულობას, ჩვენ პიროვნებები ვართ. უბრალოდ ღმერთისგან განსხვავებით ჩვენ შეცდომებს უშვებთ. ზოგჯერ ვსწავლობთ ამ შეცდომებზე, ზოგჯერ ვერ ვსწავლობთ ამ შეცდომებზე. ადამიანობა ზოგადად ეს არის, რომ შეცდომებს უშვებთ რა. აი დღევანდელ დღეს ადამიანობა ეს არის. და ამ შეცდომების დაშვების მიუხედავად, თუ ადამიანი მაინც მიუღწვის ქრისტესკენ, ესეთი ადამიანი ხდება ნამდვილი სიყვარულის, ნამდვილი მეგობრობის, ნამდვილი ბედნიერების თანაზიარი ნელ-ნელა და ეტაპ-ეტაპ. ხელოვნურ ინტელექტს ეს არასდროს არ შეიძლება. ვერც ხელოვნური ინტელექტით შექმნილ მეგობარს შეიძლება ეს. არადა ამაზე მოთხოვნებია. უამრავი სტარტაპი არსებობს, ნუ რამოდენიმე პირადად მე ვიცი, სადაც ადამიანები ფულს იხდიან იმაში, რომ მათ ვირტუალური მეგობარი ყავდეთ. ანუ პირდაპირ გაგებით მეგობარი, ვისაც დაელაპარაკებიან, გაუზიარებენ თავის გულის წუხილს. აი ადრე მაგალითად მაკაცები რო დაждდებოდნენ და ელემენტარული ერჭიქას დალევდნენ, ან უბრალოდ გაისერინებდნენ მეგობართან და გაისაუბრებდნენ რაღაცაზე. აი ამ ფუნქციის შემსრულებელის გახდა ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად ამაში ხალხი ფულს იხდის წარმოიდგინეთ ამ. ანუ ის ყველაფერი ილუზიურია. ის ყველაფერი არანამდვილია და ადამიანი გულის სიღრმეში ამას აუცილებლად იგრძნობს და გრძნობენ კიდევაც და მე დეპრესია ეწყებათ. დეპრესია ეწყებათ, იმიტომ რომ ადამიანს ნამდვილობის შეგრძნება ყოველთვის თანდაყვება. ჩვენ ყოველთვის ვიგრძნობთ, მამო, აი რაც არ უნდა გაუხეშებული იყოს ადამიანის გული, მადლობას როგორ გვეუბნება სხვა ადამიანი, ამას გრძნობთ. ჩვენ თვითონ როგორ ვეუბნებით სხვას მადლობას თუ ბოდიშს, ისიც გრძნობს და ჩვენც გრძნობთ. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, პიროვნებები ვართ, სული გაგვაჩნია. სულის კავშირია მთავარი ადამიანობაში. სულის სულთან კავშირი, პიროვნებასთან კავშირია მთავარი. და ეს ხელოვნურ ინტელექტს ვერასდროს ექნება. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ანალიზის შედეგია, მხოლოდ ინფორმაციის გადამუშავების და დამუშავების შედეგია და არა ადამიანური ურთიერთობის ან პიროვნულობის. ნახეთ, წერან რომ ამბობდი ესეთ რაღაცას, რომ
დღეს ხელოვნური ინტელექტი შეუძლია შემოგთავაზოს უამრავი შესაძლებლობა. ეს მართლა ესე დღეს ნამდვილად არ არის, მაგრამ აი უახლოეს 5 წელიწადში დარწმუნებული ვარ, აი როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში ცასა და მიწასავით არის განსხვავება, სად იყო 5 წლის წინ შესაძლებლობები და სად არის დღეს, აი 5 წლის შემდგომ დღეს სადაც ვართ, იმაზე გაცილებით წინ ვიქნებით. აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ მაყურებელი და ნახავთ 5 წლის მერე როგორ უფრო მეტად შეცვლილი იქნება კიდევ ყველაფერი. და აი საფრთხე წერან, რასაც ლაპარაკობდი და დღეს იმდენად საზოგადოებამ ალბათ ვერც გაიაზროს, რატომ არის ეგ საფრთხე, ან საერთოდ ეგ საფრთხე შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეგეთი საფრთხე მე ჩემ გარშემო არც მიგზნია. აი 5 წლის მერე უკვე ეგ საფრთხეები იქნება რეალური, რაზეც ახლა ლაპარაკობთ. ილუზიური სამყარო, რომელიც ადამიანს რეალურ ურთიერთობებს უნაცვლებს. აი ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა უახლოესი კაცობრიობის განვითარების აი ამ ხაზში. იქნება ყველაზე დიდი პრობლემა. ადამიანებს გულწრფელი მოთხოვნილება აქვს, აი ხო სასულიერო პირები ვართ, მამა ორივე, ხო მრევლი რომ მოდის, როცა ვესაუბრებით ადამიანებთან ურთიერთობა რომ გვაქვს. ყველა შინაგანად ეძებს ბედნიერებას. ყველას უნდა რომ ბედნიერი იყოს. ყველას უნდა რომ ნამდვილი ურთიერთობები გქონდეს, ნამდვილი მეგობარი ყავდეს, აფასებდეს როგორც პიროვნებას და მასაც როგორც პიროვნებას აფასებდნენ, როგორც ზომიერების ფარგლებში, ანუ პიროვნული ცოცხალი ურთიერთობები უნდა. აი მაგის ალტერნატივას როგორც კი წავაწყდებით და ის იქნება სინამდვილეში ილუზიური და ადამიანი იტყვის რომ აი ეს ილუზიური მირჩევნია ვიდრე ნამდვილი, მაშინ დაიწყება ყველაზე დიდი პრობლემა მამა. ალბათ ეხა ჩვენი საუბარი კულმისკენ მიდის, დასასრულისკენ მიდის. დაახლოებით 8-10 წუთი დაგვრჩა და მე ვფიქრობ, რომ ადამიანის წმენაში მოსვლა არა მხოლოდ ჩვენ ეპოქაში, არამედ ყოველთვის ყველა ეპოქაში იწყებოდა რაზე ფიქრით, სულის არსებობის შესახებ, იმიტომ რომ ადამიანმა ყოველთვის იცოდა, რომ სული არსებობდა. და ყოველთვის ისმებოდა ეს კითხვები. ბიბლიაში ადამიანის შესაქმნაშივე წერია, რომ შეიქმნა რა ადამიანის შთაბერამას სული ცხოველი. აი ეს გვავიწყდება ჩვენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არ უმთავრესი, რომ მას შთაბერა სული ცხოველი, ანუ ის მიანიჭა ისეთი ცოცხალი სული, რომელიც უკვდავია. ნუ ამის მერე იწყებს უკვე ადამიანის სწავლას მივარ ჭეშმარიტებამდე, მაგალითად ქრისტიანობამდე, როგორც იუსტინე მარტველი წერს, რომ მე კი დიდ პატივს ვცემ, მაგალითად პლატონს და სხვა ფილოსოფს, რომელიც სულზეც ლაპარაკობდნენ, ღმერთზეც და მათი ჭეშმარიტება ვერ უთანასწორდება იმ ჭეშმარიტებას, რაც ქრისტე მოგვიტანო. იმდენად აღმატებულია და მე გახდა რა ქრისტიანი, ეს არის ჩემთვის ჭეშმარიტი სიბრძნე და მე ანუ ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრით, რომ სული მარადიულია. მიდის უკვე ღმერთამდე და მე უკვე ძალიან მისი განსწავლაც თუნდაც უნდა განსწავლო ღმერთის შეცნობა და ღმერთთან მიახლება ეს მარადიული პროცესია და ეს არის მარადიული განსაცდელი, მაგრამ ბედნიერება და ის ეძებს მე ღმერთს და პოულობს მას. არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ წარმართებსაც კი მაგალითად პითაგორას ერთ-ერთი მოწაფე წერდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ცხოვრებაში უღმერთოდ ანუ სრულ განსხრომაში ცხოვრობენ, სული რომ არ არსებობდეს, ის წერს ამას, მათი გარდაცვალებაც ბედნიერი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რა ჭამეს განისვენეს, რაც უნდა გააკეთეს ყველაფერი და თუ რამე შეიძლება ამ ცხოვრებისგან მიიღესო, მაგრამ სული რო არსებობს, მე კითხვას ვამს, ხო? მე რა შედეგი. ანუ ამით იწყება ადამიანის რწმენა, შეიძლება ასე თქვა და მე უკვე საღვთო ისტორიის ცნობით რომ ღმერთმა შენთვის რა გააკეთა. ანუ როგორი შექმნა, რა მიზნით შექმნა და ღმერთმა შენთვის რა გააკეთა და უკვე მე ამის რა თქმა უნდა გვირგვინდება აღდგომით და აღდგომის რწმენით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მან და არ უნდა შემოვიდეს. აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიურობას, მოდი ამით დავასრულოთ საუბარი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამო ეკლესიურობას, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და საფრთხეებზეც ვისაუბრეთ და კიდე ერთხელ უნდა თქვა, თავარი საფრთხე ისევ არის ილუზიურობა. მიდის ლაპარაკი იქეთკენ და ტექნოლოგიები ვითარდება იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელი იქნება ადამიანის უკვდავყოფა ბჭყალებში, ეს სიტყვა რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიების დახმარებით. ანუ ვირტუალურ რეალობაში სადაც ადამიანი შეიქმნას, ხო? ჩემი ასლი იქნება ატვირთული, მე რომ გავალ ამ ქვეყნიდან ის იქ იქნება და იქ ის იარსებებს და თელი შესწავლით ჩვენი ემოციებსაც შეიძლება ჩემთან ურთიერთობა და ჩემს ახლობასაც. აი ესეთი სტარტაპების იდეები არსებობს და მიდიან აქეთკენ წარმოვიდგინეთ, ნუ ეს ყველაფერი იქნება ილუზიური, მაგრამ ეხლა ნამდვილი რაც არის წეგან თქვენ რაზეც საუბრობდით, ეს არის ზუსტად აი ხაზი. ადამიანი არის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი და როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, ადამიანში არის ღვთის მიერ ბოძებული უკვდავის სული შთაბერილი. ეს რაც გვაქვს ჩვენ, ეს თუ დავივიწყეთ, ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ კავშირს ღმერთთან. თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, მამო, მართლაც ბრძანებთ. სანამ ადამიანი არ მიხვდება, რომ მისი სული არის უკვდავი, სანამ ადამიანი არ მიხვდება, რომ თვითონ არის ღვთის ხატი და მსგავსი, მანამდე ის ნამდვილი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. უბრალოდ ვერ იცხოვრებს ნამდვილი ცხოვრებით. ბევრი ადამიანია, ვინც ყველაფერი მიიღო ამ ცხოვრებაში, მაგრამ სიკვდილის წინ ძალიან დიდი სინანულით
ძალიან დიდი გულის ტკივილით ამბობს მე ყველაფერი დავკარგე. მე მომისმენია სიტყვები ადამიანებისგან, როცა ესე საჯაროდ ადამიანი ამას ხმამაღლა აღიარებდა. არა პირადად საუბარში, არამედ აი თავის ნათესავებში და მიუმართავს, რომ ქართაცვალების წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გააკეთა, ნუ იცხოვრებთ შემნაირად. იცხოვრეთ ისე რომ თქვენი სული დაახლოვოთ ღმერთთან. მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ მთელი დედამიწის ცხოვრება არასწორად გავატარე. ეს არის ჩემი ანდერძი და ეს შეინარჩუნეთ. აი ესეთი ანდერძის მომსმენი ვარ, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 50-მდე ნათესავი თითქმის აი დიდ დარბაზში აცილებდნენ ამ ადამიანს. საოცარი არ დამოიწყდება არასდროს. და რაღაცა ესეთ ღმერთმა ათქმევინა, ოღონდ ამ კაცს მე არ მაქვს მის ცხოვრებაზე საუბრის უფლება, მართლა იპოვა ღმერთი მამა. მართლა დაინახა ჭეშმარიტება, მართლა გაიგო ჭეშმარიტება და სწორედ აი ამ გადმოსახედიდან ყველაზე მთავარი ანდერძი რაც დაუტოვა თავის საქმეს. როგორ ამთავრებს ადამიანი, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ამიტომ ის ღმერთს ეძებს მე დარწმუნებული ვარ რომ იპოვოს. ჩვენ თუ სწორად შევხედავთ თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიებს, რამოდენიმე რჩევაც დავამატოთ ამ ბოლო ნაწილს და თუ გაითვალისწინებს მაყურებელი, კარგი იქნება. დიდი პრობლემა არის ის რომ ადამიანები ეს არ ეხება პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს, ეხება თანამედროვე გაჯეტებთან ურთიერთობას, რაც კავშირშია გარკვეულწილად ამ სფეროსთან. იწყებენ დილას როგორ, გაიღვიძებენ თუ არა, ტელეფონს იღებენ, ტელეფონით ნახულობენ რა მოხდა, როგორ მოხდა, ტელეფონით ცდილობენ სამყაროსთან ურთიერთობას. ეს შეცდომაა ძალიან დიდი. ზოგჯერ ჩვენ გვინახავს რომ დღე ცუდად დაიწყო და მე მთელი დღე ცუდად მიდის. დღეს ცუდი ხასიათით გავიღვიძე და ყველაფერი ცუდად მიდის. ან დილას როგორ იწყებ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და დამიჯერეთ შემოძვირფასებო, თუ დილას დავიწყებთ ლოცვით, დილას დავიწყებთ ღმერთთან ლაპარაკით და ტელეფონში დროის დახარჯვის მაგივრად მეუღლეს ვკითხავთ, შვილებს ვკითხავთ, როგორ არიან, რა ხდება, რა უჭირთ, რა უხდით, დღეს რა გეგმები აქვთ, ანუ ადამიანთან და ღმერთთან ურთიერთობით, თუ დავიწყებთ დილას, მამა და ჩემო მეგობრებო, უფრო მეტია შანსი რომ ის დღე ბედნიერი და მთელი ცხოვრებაც ბედნიერად წარიმართ, ბედნიერებით იყოს აღსავსე და ბედნიერად წარიმართოს. ასევე უმნიშვნელოვანესია ყველაზე წეღა რასაც ვამბობდით, ერთი ყველაზე ფაქიზი საკითხი. არ უნდა ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი თუ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და ის მიღწევები, რასაც მომავალში მივიღებთ, ჩვენს ბატონად. არამედ ჩვენს მსახურად უნდა გავხადოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მასზე ბატონი და არა პირიქით ის უნდა იყოს ჩვენი ბატონი. ჩვენ უნდა მართავდეთ მათ, არა თუ პირიქით ისინი უნდა გვმართავდნენ ჩვენ, ემოციურადაც, ინტელექტუალურადაც და სულიერი განცდებით და ემოციებითაც. არ უნდა გქონდეს ემოციური დამოკიდებულება, არ უნდა გქონდეს ინტელექტუალური დამოკიდებულება და უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანს არ მოეთხოვება იყოს სრულყოფილი ცოდნის მქონე. ადამიანს არც ის მოეთხოვება რომ იყოს უშეცდომო. ადამიანს ერთადერთი რამ მოეთხოვება უბრალოდ ისწრაფოდეს ღმერთისკენ. შეიცნოს საკუთარი თავი თუ ვინ არის და რისთვის შეიქმნა. უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს მოყვასი. უბრალოდ იცხოვროს რა. ჩვენ არც ერთი არ ვართ უშეცდომოები, მამა, ღმერთის გარდა. მაგრამ ყველა ვცხოვრობთ და მივისწრაფით ღმერთისკენ. მე მინდა რომ ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც შეცდომების დაუშვა. არ მინდა უშეცდომო ცხოვრება დედამიწაზე. მე მინდა უშეცდომოდ ყოფნა ღმერთის წიაღში, მაგრამ ვიცი რომ ეს ჩემი ერთ შეუძლებელია. მე ვერ შევძლებ ამას. და ერთადერთი ვინც ამას შემაძლებინებს, თუ რეალურად ეს სურვილი გაცოცხლა ჩემში, პირდაპირ გულწრფელად ლაპარაკობ ახლა ყველაფერს. ეს არის ღმერთი, რადგანაც ადამიანის მიერაც შეუძლებელია, ეს ღმერთის მიერაა შესაძლებელი. თორე ღმერთს რომ ჩვენი თავისუფალნების წართმევანდომო და ამაზე ბევრჯერ გაქვთ ალბათ ამ ეთერში ნასაუბრები, წაგვართმევდა თავისუფალნებას და ყველანი უშეცდომოები ვიქნებოდით და ყველანი ისეთივე დაპროგრამებულები ვიქნებოდით, როგორც თქვა ხელოვნური ინტელექტია დაპროგრამებული. ანუ რა გონია ჩვენ რომ ადამიანები უფრო მაგარი პროგრამისტები ვართ ვიდრე ღმერთი? ტყუილია. ღმერთი ყველაზე დიდი პროგრამისტია. და სწორედ ამაშია საღვთო სიდიადე. ღმერთმა შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანს ერთის მხრივ ქონდეს თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და აი ამ თავისუფალი ნების და არჩევანის საშუალების სწორად გამოყენება ისწავლოს. ხელოვნურ ინტელექტს ეს არ შეუძლია. ხელოვნურ ინტელექტს თუ ჩარჩოები არ მიეცი, ის კატასტროფამდე მივა. და გაანადგურებს ყველაფერს, მამა. აი, ზღაპრებში როა და ფილმებში, ტერმინატორში და იმაში რაღაც აპოკალიფტური სურათები რეალურად იქეთკენ წავა. იმიტომ რომ მას არ აქვს პიროვნების განცდა, მას არ შეუძლია ნამდვილი სიყვარული. ის მიიჩნევს რომ რაღაც საფრთხეა, რაღაც დედამიწა არასწორად ვითარდება, ადამიანები ერთმანეთთან არასწორად ურთიერთობენ და შეიძლება მართლა ჩათვალოს, რომ გასანადგურებელია ეს ყველაფერი, როგორც დედამიწის პარაზიტები, მოსაშორებლები არიან. შეიძლება თუ ამის უფლება მისცა ვიღაცამ ეს მართლა გააკეთოს.
პიროვნება ამას არასდროს იზრდება. პიროვნებას ყოველთვის აქვს სურვილი საკუთარ გულში რომ ჩაიხედება ნამდვილად ბედნიერი იყოს მამა. რა ნიშნავს მას ნამდვილ ბედნიერებას? ეს იმაზეა დამოკიდებული თუ საით მიისწრაფის ადამიანი. და საით მიისწრაფის ადამიანი ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეიცნო საკუთარი თავი. ასე რომ მარტივად რო ვთქვა, საკუთარი თავის შემეცნება არის ყოველდღიური აუცილებელი ვარჯიში თანამედროვე ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ერაში, თორე ჩვენ სულს დავკარგავთ. ჩვენ დავკარგავთ სულს, დავკარგავთ ჩვენს პიროვნებას. და მე ყველას ურჩევდი, რასაც მე ვცდილობ რომ ყოველდღიურად მიჭირს, მაგრამ გავაკეთო. მინიმუმ 15 წუთი, მაქსიმუმ 1 საათი უბრალოდ მოვშორდე ტელეფონს, მოვშორდე гаджეტს და ჩავფიქრდე ჩემს თავში. ანუ ვინ ვარ მე ამაზე ვიფიქრო? ეს თუ ადამიანმა არ აკეთა, ყოველდღიური რუტინა იმდენად ძლავრია, ყოველდღიური ცხოვრების ტიპი იმდენად ძლავრია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი თავის შემეცნება გვავიწყდება, სამყაროს შემეცნება გვავიწყდება, მეგობრის და ახლობლის, როგორც პიროვნების შემეცნება გვავიწყდება და ყველაზე მთავარი ღმერთის, როგორც პიროვნების შემეცნება გვავიწყდება. ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა არ არის პიროვნებასთან ურთიერთობა. ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა კი პიროვნებასთან ურთიერთობა და ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას პიროვნებასთან ურთიერთობა. და ჩვენ სწორედ ეგ გზა უნდა ავირჩიოთ. უნდა ვიურთიერთოთ ადამიანებთან და ვიურთიერთოთ ღმერთთან. არ უნდა ჩავანაცვლოთ, არ უნდა შევქმნათ ალტერნატიული ურთიერთობის ხაზი, მით უმეტეს ილუზორულ სისტემებთან. ესაა მთავარი საფრთხე. და თუ ამ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მე ხელოვნური ინტელექტიც ისეთ მეგობრად იქცევა და ისეთ დამხმარე ინსტრუმენტად იქცევა ჩვენთვის, როგორც თქვა დღევანდელ დღეს ელემენტარულია ეს ჭიქა, როგორც ტანსაცმელია, როგორც სახლში გათბობა, როგორც ელექტროენერგია, ოღონდ ყველაფერს თავის წესი აქვს. როგორ უნდა გამოიყენო, როგორ უნდა მოეპყრა, რა არ უნდა აგერიოს, არ უნდა გააფეტიშო. ფეტიშიზმი ხომ ისაა, როდესაც გარკვეულ ნივთს თუ მოვლენას ისეთ შინაარს შევძენთ და ისეთ მოვლენას წარმოვაჩენთ, რომელი თვისებებიც მას სინამდვილეში არ გააჩნია. კერპი ფეტიშიზმია, ფეტიშიზმის გამოვლენებაა კერპი, როდესაც რაღაც ვირტუალურ თუ იმ დროისთვის ვირტუალურ თვისებებს მიაწერდნენ კონკრეტულ ნივთს. ადამიანი შეიძლება ვიღაცამ გააკერპოს, შვილი შეიძლება გააკერპოს, შეყვარებული შეიძლება გააკერპოს. პრობლემაა ყველაფერი, იმიტომ რომ ილუზია. სწორად გამიგეთ მამაურის თქმაც მინდა და იმედია მაყურებელი სწორად აქცენტები გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. გამიგებს და ჩვენთვის თავარი არის ქრისტესთან ურთიერთობა, ადამიანებთან ურთიერთობა, ნამდვილი სიყვარული, აი ნამდვილი გულწრფელი, თუნდაც შეცდომა დაუშვათ, მივიდეთ აღსარება ვთქოთ, უშეცდომო ვინ ვართ, არ შეგვეშინდეს, არ გვინდოდეს რომ ვიყოთ ამ დედამიწის ცხოვრებაში ისეთები, რომ თითქოს შეცდომას არ უშვებთ. ეგ ტყუილი იქნება და ეგეთ ხანდახან შეცდომა ადამიანს ამდაბლებს, ღმერთთან უფრო მეტად აახლოვებს, ღმერთი უშვებს ხანდახან იმას, რომ ჩვენ შეცდომები დაუშვათ, არ ბიგუშებს ხოლმე, როცა ეს გჭირდება ჩვენ სულელით, პირიქით, მაშინ ფეხს ამოუკრავთ ხოლმე, რომ მე ფეხზე ავდგეთ უფრო ყარეთ დავდგეთ, ვისწავლოთ მე ადგომა და ძალიან კარგი ის გააკეთეთ თავიდან, პატარა საქმეებით იწყება, ანუ დილა ღმერთთან ურთიერთობით, ანუ ლოცვით და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით და ისეთი გარემოში ცხოვრობ ზოგადად, ანუ ქალაქში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად თბილისის გული ძალიან ნერვებს ეს ძალიან მოქმედებს, ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს, თუნდაც ის ახლა არ არის არ გავაგზავნებთ ბევრ საუბარს, მაგრამ ეს უგეგმო შემშენებლობები და ეს სადაც გაიხედავს ადამიანი, ვერტიკალურად თუ არა იხედა, ცას ვერ დაინახავს. ესეც კი მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. სახში სულ ან ტელევიზია, ან ტელეფონი და ასე შემდეგ, სულ ინტერნეტში. ეს თქვენ რა თქვით, რომ დღეში 1 საათი ვცდილობ რომ გამორთო ყველაფერი და ჩემ თავს ჩაუღრმავდე. ოჯახის წევრებთანაც ძალიან კარგია. აი ეს ერთობლივი ვახშამი ეს ძალიან ეხმარება მომავალ თაობას. მე ბავშვებში რო სულ პრობლემები არის და რატო. ოჯახიდან ჩვენ სულ უყურებთ, მაგალითად ეკლესია რას აკეთებს, სკოლა რას აკეთებს, უნდა აკეთოს ეკლესიამ და სკოლა, მაგრამ ოჯახმაც უნდა პირველ რიგში რა მაგალითად, აი ძალიან მარტივი რაღაც 15-20 წუთით საღამოს გამორთე, მოდით ეს ინტერნეტი და წიგნი ავიღოთ. ან იგავიან სახარებან რაიმე ისეთი ღვთიური სახთო ან ქადაგებები, მაგალითად დადრე იყო ძველი წესი, მე წამიკითხავს გაბრიელ ქიქოძის ქადაგებები ერთი პერიოდი რომ დაიბეჭდა, რომ გამოიცა. მაშინ იმდენად პოპულარული იყო სადიკომაში ტელევიზია არ არსებობდა, რომ ოჯახებში, აი ცოტა ისეთ ინტელიგენტ ოჯახებში ყოველ საღამოს თითო ქადაგებას კითხულობდნენ, მე არჩევდნენ, ამაზე საუბრობდნენ და ამას ბავშვები რო ისმენენ, ამ გარემოს ეჩვევიან, ძალიან დაეხმარება მათ, რომ მომავალში სხვანაირები გაიზარდნენ. ამიტომ ესეთი გარემოს შექმნა ოჯახიდან უნდა დავიწყოთ ეს ჩვენს და გვეხმარება ბავშვებთან ერთად და ბავშვებსაც ეს რაღაც ჩემი აი მამაო ერთ რაღაცას ჩაურთა უბრალოდ გამახსენდა ახლა ესეთი რაღაც აუცილებელი ამის ხაზგასმა თქვენ რასაც მაგას გავაგზავნებ უბრალოდ
როცა ბავშვი იზრდება და მას აქვს დეფიციტი რეალური ურთიერთობების. დეფიციტი რეალური ურთიერთობის მშობელთან, ერთმანეთთან, ღმერთთან. მერე უკვე მისთვის ხელოვნური ინტელექტი ისე ამ თემას რომ მიუბრუნდეთ, ხდება ამ დეფიციტის შემავსებელი ინსტრუმენტი და უკვე თითქოს იქ ის საფრთხე, რომელიც ხვალ დადგება, აბსოლუტურად მისაღები გამოსავალი შეიძლება იყოს იმ კონკრეტული ბავშვისთვის, ვინც დღეს იზრდება. არადა სინამდვილეში საფრთხე იქნება. ანუ ილუზიურად შეიძლება დაკმაყოფილდეს ილუზიური ურთიერთობებით ნამდვილის დეფიციტი როცა აქვს. ეს ჩვენი პასუხისგებლობაა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვევებს, რომელსაც ბავშვობაში გამოიმუშავებს, შეეჩვევა ადამიანი. აი რაღაც ეს ბავშვობაში რო ის გეხმარება მერე გაჭირვების სულ ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, რომ ის ჩვევები, რომელიც ახალგაზრდობაში გაქვს, დაგეხმარება განსასწრების დროს. აი მაგალითად, სპორტი ვარჯიში თუ ძალიან უყვარს ადამიანს ხატვა, წიგნის კითხვა, როდესაც დიდი განსასწრება ექნება ცხოვრებაში, ეს ჩვევები დაეხმარება მას, რომ გადალახავს. გადაალახინოს. აუცილებლად, მამა. ამიტომ ეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებ მამა მოგზაურობისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ყურადღების გამომახვილებინე და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი თომა ცეცხლაძე, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.